27 წლის ხატია ჩალაია მეხუთე წელია ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. მან მწვავე იშემიური ინსულტი გადაიტანა, შედეგად ხელფეხი პარალიზებული აქვს. ხატია ნაბადის უბანში ელადას ქუჩაზე მეუღლესთან და 59 წლის დედასთან ერთად ცხოვრობს. როგორც დედა სვეტა ჩალაია ყვება ოჯახს არა აქვს საშუალება ხატიას მკურნალობის ხარჯები დაფაროს. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ოჯახი სახელმწიფო სოციალური პროგრამით არ სარგებლობს, რადგან შესაბამისი სამსახურის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. ხატიას დედას კეთილი ადამიანების გულისხმიერების იმედი აქვს, ის დახმარებას ითხოვს. ჩემი გოგონა ხატია სამსახურში ყოფნის დროს მოულოდნელად ცუდად გახდა. ეს მოხდა 2014 წელს. და რეანიმობილით გადავიყვანეთ ქუთაისის რეგიონალურ კლინიკაში, სადაც დაუსვეს სასიკვდილო დიაგნოზი. ჩემი გოგონას გამოსვლას იმ მდგომარეობიდან არავინ არ ელოდა. კომიდან გამოსვლის შემდეგ ყველა ექიმი შოკირებული იყო. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის მსგავსი პროფესორების პრაქტიკაში არ ყოფილა. მას დაუსვეს დიაგნოზი ისეთი, რომელსაც უსვამენ ხანდაზმულებს, რომლითაც ისინი გადიან ამ ქვეყნიდან. სავარძელს არის მიჯაჭვული უკვე მეხუთე წელიწადია. რეაბილიტაციას ვერ გავდივართ, რადგან არ გვაქვს ფულადი სახსრები. ძალიან ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ასე მდგომარეობაში მყოფი ჩემი შვილი დღეს ყოველგვარი მკურნალობისა და რეაბილიტაციის გარეშეა დარჩენილი. რა ვქნა არ ვიცი როგორ მოვიქცე. მერია სოციალური შემწეობა არ გვაქვს, მაღალი ქულა მომივიდა. მე კი მინდა რომ სოციალური შემწეობით ჩემ გოგონა რომელიღაც პროგრამაში რო ჩასვან, რომ რამენაირად ჩაუტარდეს მას რეაბილიტაცია. ეს ვარჯიშების შედეგად მოვიდა ის დღეინდელ დღემდე. ორივე ხელი და ორივე ფეხი აქვს პარალიზებული. მეტყველებით მეტყველეს, მაგრამ ხანდახან გაიგებ, ხანდახან ვერა და მე როცა ვერ გვაგებინებს ტირის. კეთილო ადამიანებო, თუ ჩემი შვილის ძიმე ხვედრმა 23 წლის ასაკში დაინვალიდებული ჩემი ქალიშვილის ასეთმა ძიმე ხვედრმა ოდნავ მაინც გული აგიჩუყა და ნაგაღელვა. დაეხმარეთ მას. ძალიან გთხოვთ. აგრემ ღმერთი შეგეწევათ. გპარავდეთ უფალი თქვენ, თითოეულ თქვენთაგანს და სრულიად საქართველოს. ფოთის სოციალური მომსახურების სააგენტოში აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ ჩალაიების ოჯახი 2016 წლიდან სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში იმყოფება. პერიოდულად განხორციელებული შემოწმების შედეგად მათ მაღალი ქულა დაუფიქსირდათ. ეს ოჯახი იმყოფება სოციალურად დაუცველთა ერთიან მონაცემთა ბაზაში 2016 წლიდან. 2016 წელს მისი ქულა შეადგენდა 154,800. საკმაოდ მაღალი არის, ფიქსირდება ორსართულიანი სახლი, ფართობი არის სადღაც 115 კვადრატი ორ სართულზე და ამ ხის განმავლობაში ეს ოჯახი არ იყო თანხის მიმღები. 2016-ში არის შევსებული დეკლარაცია, 2017-ში, 2018 წლის აგვისტოში უკვე მოგმართა ჩვენ როგორც სამსულიანმა ოჯახმა. ეგ მაგ ოჯახში ფიქსირდებოდა მისი შვილის მეუღლე და იმ ეტაპზე არ ქონდა ფორმაცია მოტანილი და მაშინ ქულა დაითვალა 94,140. ეხლა 27 იანვარს განმეორებით მოგმართა ქალბატონმა სვეტლანამ და მოხდა ოჯახის გადამოწმება. ფორმაციის საფუძველზე სხვათა შორის. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს დაფიქსირებული. ფორმაციაც არის შეტანილი დეკლარაციაში, ის რომ სარეცელს მიჯაჭვულია, ლოგინად ჩავარდნილია და ესაჭიროება მომვლელი წერია. თანხა დაფიქსირებულია როგორც შეშომო პირის შემოსავალი 200 ლარი დღის მდგომარეობით. ყველაფერი აბსოლუტურად კანონის დაცვით არის შესრულებული. თქვენ იცით რომ შეფასება ხდება მთავრობის დადგენილება 2014 წლის 31 დეკემბრის 758 დადგენილება სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ. ამის თანახმად დაითვალა ქულა და 27 თებერვალს ქულა შეადგენს 96,850
850 სამწუხაროდ თანხის მიმღები არ არის, თუმცა სიღატაკის პროგრამაში ითვლება, მას შეუძლია წამლის პროგრამაში მიიღოს მონაწილეობა და თანხა სამწუხაროდ არ არის. ხატია ჩალაიას ოჯახი ნაბადის უბანში ელადას 101 ნომერში ცხოვრობს.